აკავებენ თუ არა დუშეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს ამბობს იმ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე, რომლის მსხვერპლიც გოგიტა თანიაშვილი გახდა. ის დუშეთის მუნიციპალიტეტში იყრის კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით. ადგილობრივები ფორმულას უყვებიან, რომ ოპოზიციონერს ემუქრებოდნენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებდნენ. უარის შემდეგ კი ის ჟინვალის სასაფლაოზე აიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მუქარაში, ზეწოლასა და სასტიკცემაში სწორედ ოცნების კანდიდატს კახაბერ ჩიტაურსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს მამუკა შერმადინს ადანაშაულებენ. ფორმულამ გაარკვია, რომ რეჟიმის მერობის კანდიდატი პრორუსული დაჯგუფების ხალხის ძალის ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ხუნდაძის ნათესავია. მას დღეს პარლამენტის შენობაში მედიის კითხვებისათვის უნდა ეპასუხა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ოცნების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აღარ აპირებს. როგორია დაძარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ ადგილობრივები, თამარ დემეტრაშვილი მუშაობს თემაზე, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ჩვენ შესაძლებლობა გქონდა მივსულიყავით გოგიტა თანიაშვილი საცხოვრებელ სახლთან, ის უარყოფს ყველანაირ ინციდენტს, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით ადგილზე და როდესაც შეიტყო ჩვენი გადამღები ჯგუფის მისვლის შესახებ, მას საკმაოდ ძაფრი რეაქცია ჰქონდა. გითხრა, რომ ეს ხმები მიზანმიმართულად გაავრცელეს მის წინააღმდეგ და შესაბამისად მას არ მიუმართავთ სამართალდამცველებისთვის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ის ვიზუალურად დაგვენახა ეზოდან ვესაუბრეთ მას და შესაბამისად არ მოგვეცა საშუალება დაგვენახა რეალურად აქვს თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება. რაც შეეხება ადგილობრივებს, ჩვენ რამდენიმე მათგანთან გასაუბრება მოვახერხეთ ამ დრომდე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღების განმავლობაში მათ არ უნახავთ, კონკრეტულად ამ ადამიანებს არ უნახავთ გოგიტა თანიაშვილი ფიზიკურად, თუმცა ძალიან გაუკვირდათ ის, რომ ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ადგილობრივების თქმით, ის ცოტა ხნის წინ სწორედ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა და როგორც აღნიშნე, მათ გაუკვირდათ მისი, ასე თქვა, დამოუკიდებელი კანდიდატად საკუთარი თავის პოზიციონირება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გოგიტა თანიაშვილის და ადგილობრივების კომენტარები. მართალია თუ არა ის რაც ვიცოდება? არა, მართალი, არა, რა ვერ გაიგეთ ბატონი გოგიტა. არ მიმართეთ სამართალდამცველებს უკაცრავად. რა მიმართო, როცა რა ყოფილა, ვერ გავიგე. აბა რატომ გაქვთ ესეთი რეაქცია უკვე? რეაქცია ეგ თქვენი ოკეანე დაიბიტო. ანუ ტყუილია, ესეთი ფაქტი არ მომხდარა. ტყუილია. არის ნაციონალებს ტყუილია, გადაიბიტო გადააკეთა ექსაქციელი. რატომ გავცელდა ეს ინფორმაცია აბა თქვენი აზრით? რაჭორი კნები ხარ რა, რაჭორი კნები. ასე შეჭორა. ჟინვალის სასაფლაო. სასაფლაოზე ცემესო, ხო? ნახეთ. თანიაშვილი გოგიტა, ეს გოგიტა თანიაშვილი. ის არის ჭონქაძის თემში კანდიდატი. არ გაგიგია? დადი ვინც გამოგზავნა. უთხრა რატომ ამატყუეთ, რატომ ადამიანს არ ვიცით, აქ არის ვინმე? არ ვიცი, მე არ მეცემია და როგორ დავაბრალო სხვა სამერდი. არა, აი სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა ინციდენტი, ჟინვალის სასაფლაოზე ცემესო. არ ვიცი, აი ვკითხოთ, აი საკაური ადამიანი არა ვარაკაური. აი ამასაც არაფერს არ ამბობენ სოფელში, არ გაგიგიათ? არაფერს. არ გამიგია რა, აი მივდივარ, მოვდივარ, გუშინაც აქ ვიყავი, არ გამიგია. კანდიდატურა დააყენაო მაჟორიტარად ამ ჭონქაძის თემში. და რატომ დააყენა ჩვენს უკითხავათო და ამიტომ ხო, ხო, ისე. მე რა გადაწყვეტი იყო, დაწებია რა ის თუ. ანუ პატარა და სუნაცემი არა დაფალია. არ გინახავთ თქვენ ეს დღეები? არ მინახავს. ხოჭი რო არ მისცემე თანამდებობასა და ეს ხალხი როგორ სადღაც. ანუ ოცნების წარმომადგენელი იყო? თავიდან იყო ოცნება და გლავნი იყო ერთ-ერთი პავლეს საფროში. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში, სამართლებრივად სწორედ ამ განყოფილებას ევალება, რომ მოეხდინა რეაგირება მომხდარზე. სამართალდამცველებს აქვთ ტრადიციული პასუხი, გითხრეს, რომ მივმართოთ პრეს-ცენტრს, ამბობენ, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არაკონკრეტებენ ზოგადად შევიდა თუ არა საჩივარი რაიმე შეტყობინება ასეთი ფაქტის შესახებ. ჟინვალის სასაფლაოზე რომ ინციდენტი მოხდა, დეპუტატობის კანდიდატს ცემეს ქართული ოცნების დუშეთის მერობის კანდიდატმა ფიზიკურად გაუსწორდა
ერთ-ერთ კანდიდატს დამოუკიდებელ კანდიდატს. არ შემოსულა თქვენთან არაფერი? ვერაფერს ვერ გეტყვით. არც გაგიგიათ მოხდარის შესახებ? ეს როდის იყო? რამდენიმე დღის წინ კონკრეტულად რა არის? ჟინვალის სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი. გამოვბრძანეთ და გამოვბრძანეთ. ჟინვალის სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით. არ შემოსულა შეტყობინება? არ დაინტერესებულ ხართ რა მოხდა? არაფერი არ ერთ-ერთ დეპუტატობის კანდიდატს მიმართეთ პრესცენს მიმართეთ. ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ. ის პრესცენს მიმართეთ რა, ჩვენთან არაფერი გვაქვს. ისე თქვენ დავბრძანეთ ხალბატონო რა. თქვენს ქვემდებარეა ჟინვალის სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევა? არაფერი არ მოხდა რა, არაფერი არ ვიცი რა. არაფერი არ მოხდარა თუ არაფერი არის? დავბრძანეთ ხალბატონო რა. მიმართეთ პრესცენს, ხო აგიხსენით. მაყურებელს შევახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა ჟინვალის სასაფლაოზე. დუშეთის მერობის კანდიდატმა კახაბერ ჩიტაურმა და შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა შერმადინმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაჟორიტარობის კანდიდატს, დამოუკიდებელ კანდიდატს ჭონქაძეების სუბრიდან გოგიტა თანიაშვილს იმის გამო, რომ მან დამოუკიდებლად დააყენა საკუთარი კანდიდატურა და უარი თქვა ამ კანდიდატურის მოხსნაზე.